ღაზის ფლოტილიის დრამა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან მათ ახლა წაშალეს ვიდეო, რომელიც უნდა ვთქვა, სულაც არ ასახავს პროისლამისტურ ღირებულებებს, რბილად რომ ვთქვათ, და რა თქმა უნდა, მათ ის წაშალეს. ის უბრალოდ უნდა წაეშალათ ინტერნეტიდან, რადგან ხალხი ამას აღარ ებმებოდა. მაგრამ ძალიან ბევრი ტყუილი იყო, მაგალითად AI-ით დამუშავებული სურათები. ის ბიჭი, რომელიც დააკავეს, იცი, სექსუალური გადაცდომის გამო, ვინც ამ ფლოტილიას ხელმძღვანელობდა, თითქოს ხელები ზურგს უკან ქონდა ბორკილდადებული, სინამდვილეში კი ასე არ იყო. და მას უბრალოდ სურს შექმნას ის სურათი, თითქოს ისრაელები ცუდად ექცევიან მათ. მოდი ყველაფერს გადავხედოთ, რადგან ეს ცოტა საცოდავია და ამავე დროს ცოტათი გასართობიც. ესენი არიან ფლოტილიის წევრები, რომლებიც ჰაიტი ბაშრამის თქმით სექსუალურ ტერორისტებად ცეკვავენ და ხამასის სამკუთხედის სიმბოლოებს აჩვენებენ, რომ თავიანთი ლიდერები გაათავისუფლონ. არ მგონია, რომ ეს ეხმარებოდეთ. ბუმ, მოდი მუსიკა გამოვთოთ და ვნახოთ, როგორი სულელურად გამოიყურებით, როცა მუსიკის გარეშე ცეკვავ. იმიტომ რომ ყველა მიცის, ასე რომ ცეკვავ, თითქოს ტუალეტში გინდა. სხვათა შორის, როცა უყურებ ვიდეოს, სადაც გოგონები ასე ცეკვავენ, ან ხალხი კლუბში მუსიკის გარეშე ცეკვავს და წარმოიდგენ, რომ ყველას უბრალოდ ძალიან უნდა ტუალეტში. ეს ყველაფერი საოცრად სასაცილო ხდება. მაგრამ ეს სინამდვილეში სასაცილო ვიდეო არ არის, რადგან ისინი აქ ტერორიზმს უჭერენ მხარს, აცვიათ ჰიჯაბი, არა ჰიჯაბი, პალესტინური რაღაცეები. მათ აცვიათ ჰამასის ტერორისტების დროშები, პალესტინის დროშები და გგონიათ, რომ ამ ფლოტილიაზე ცეკვა რაღაცას შეცვის. თავისუფლება ტიაგოს, თავისუფლება ამისგან, ბლა 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 ბლა. შევხედეთ. ეხლა შეგახსენებთ, რომ ისლამში არა მხოლოდ მუსიკაა ჰარამი. ხომ ასეა, რატომ უნდა გსიამოვნებდეთ მუსიკა? რატომ უნდა იყოს ეს მისაღები ქცევა? რა თქმა უნდა, ეს ტანსაცმელიც ჰარამია, მაგრამ ისინი აქ აკეთებენ რაღაცას, რაც აშკარად ძალიან შეუფერებელია მათი მიზნისთვის. იმდენად შეუფერებელი, რომ მათ კონტენტის წაშლა მოუწიათ. და ეს ყველაფერი სექსუალური გადაცდომის თემის ფონზე ხდება, რაც ფაქტობრივად ამ ფლოტილიის მთავარი ამბავი გახდა. ვინც არ გახსოვთ, კარგი, უფროსი ორგანიზატორი, ეს ბიჭი, ტიაგო თუ როგორცაც არ უნდა ერქვას, სად არის? რა ქვია, მოდი წავიკითხოთ. წადი აქედან, ადვას ვერ გავაგზავნი. არ დაუშვა, უბრალოდ წადი აქედან. კარგი? ბრაზილიელი აქტივისტი ტიაგო ავილა დააკავეს, რომელიც მონაწილეობდა მრავალ ფლოტილიის აქციასა და მისიაში. მას სექსუალურ გადაცდომაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ ეს თავისუფლება ტიაგოს კამპანია არის მათი პასუხი მის დაპატიმრებაზე. გარდა იმისა, რომ ეს უბრალოდ წარმოუდგენლად უგრძნობია, მეგონა, რომ თქვენ უნდა მოგევლოთ მომაკვდავი და შიმშილით გატანჯული პალესტინელებისთვის. შეიძლება უნდა ცეკვავდეთ სიხარულით. თან საუბრობთ ვიღაცის გათავისუფლებაზე, ვინც სავარაუდოდ იქ სექსუალურ და შეუფერებელ ქმედებებს ჩადის. და ასე ფიქრობთ, რომ უნდა მოიქცეთ. ეხლა მოდით შეგახსენებთ, ვინ არის ეს ადამიანი. ის ამჟამად დაკავებულია, კარგი, ტერორიზმთან კავშირების გამო. და ის მიდის ხელები ზურგს უკან შეკრული, თითქოს ბორკილები უკეთია, მაგრამ ბორკილები არ აქვს. ბორკილები საერთოდ არ არის. უბრალოდ ბორკილები არ არის. და ეს ფოტო, რომელიც წარმოუდგენლად ვირუსული გახდა ამ ადამიანის შესახებ, მინდა გაჩვენოთ ეს ფოტო ერთი წამით. სინამდვილეში ეს უბრალოდ ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული. კარგი, ეს არის ის ფოტო, რომელსაც ყველა ავრცელებდა. ნახეთ, თითქოს ამ ადამიანს ძალადობა განიცადა. ისე ძლიერად დააზიანეს ციხეში. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნამდვილი ფოტო. კარგად გამოიყურება. კარგი. და ასე გეთამაშებიან, როგორც ჰილიფოლდი წერს. ზედა ფოტო შეცვლილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რათა შეიქმნას ყალბი დაზიანებები და გავვრცელდეს მცდარი ინფორმაცია. თითქოს ბრაზილიელი პრო-პალესტინელი აქტივისტი ტიაგო ავილა ისრაელის ხელისუფლება მაწამა, როდესაც ის დააკავეს ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიის ერთ-ერთ აკრძალულ ხომალდზე. ორიგინალი დაუმუშავებელი ფოტო იმავე მომენტში სრულიად სხვა ამბავს ყვება, მაგრამ კიდევ ერთხელ, სწორედ ამას აკეთებენ ისინი. და რომ იფიქრო ამ უგრძნობ, სულელ იდიოტებზე, რომლებიც ფლოტილიაზე ცეკვავენ, სხეულს აჩვენებენ და ამბობენ, ხო, მოდი გავათავისუფლოთ ტიაგო. მოდით გავათავისუფლოთ პალესტინელები, როცა სინამდვილეში იმ ფლოტილიაზე მხოლოდ ნარკოტიკები იპოვეს. 2 წელი ციხეში. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, როგორია ნამდვილი ქალების ცხოვრება ტერორიზმის ქვეშ. 2 წელი ციხეში ირანელი ქალებისთვის, რომლებმაც თავსაფარი მოიხსნეს იძულებითი ჰიჯაბის კანონის წინააღმდეგ პროკურორების ტერორის ქვეშ. მან წაახალისა მორალური გახწნა და ფსიქიატრთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. კარგი, გახსოვდეთ, რომ ირანი გაეროს ქალთა უფლებების კომისიაშია. მართლა საერთაშორისო ქალთა დღეა, ხო? მათ 2 წლით აპატიმრებენ იმის გამო, რომ თავსაფარი მოიხსნეს.
და ამ ქალებს, ამ სრულ იდიოტებს გონიათ, რომ ეს ვიდეო შეუფერებელია, მაგრამ არა შეუფერებელი, არამედ შესაფერისი ვიდეოა, სწორედ ამიტომაც წაიშალა. მათ წაშალეს ეს ვიდეო, რადგან მიხვდნენ, რომ ეს ძალიან სასარგებლო არ არის. მაგრამ კიდევ ერთხელ, ფლოტილიის წევრები არ ცდილობენ იყვნენ სასარგებლო. ისინი უბრალოდ ცდილობენ ტერორიზმს დაუჭირონ მხარი და თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას. იმედია ისინი იმდენად შეარხევენ საკუთარ თავს, რომ მსოფლიო მიხვდება, დიახ, სინამდვილეში ჩვენ მორალი არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ყურადღების მაძიებელი ბოზები ვართ, რომლებიც მხარს უჭერთ ჩვენს ლიდერს, რომელიც გვჩაგრავს, იმიტომ რომ რატომაც არა. იმიტომ რომ მაშინ პალესტინელთა საქმე შეიძლება დაზიანდეს, საქმე რომელიც ჩვენვე გამოვიგონეთ, საქმე რომელიც ჩვენთვის ასე მოსახერხებელია და გულწრფელად რო ვთქვათ, გვაღიზიანებს, რომ ეხლა ყველაფერი ირანში ხდება, რადგან არავინ ლაპარაკობს ფლოტილიაზე. მეტი ადამიანი უნდა ლაპარაკობდეს ფლოტილიაზე. როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მეტი ადამიანი ლაპარაკობდეს ფლოტილიაზე, როცა ყველა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც იქ ხდება ნამდვილ ტერორისტებზე, იმ ხალხზე, ვინც ჰამასს აფინანსებს. ისინი ჩვენს ტერორისტებზე არ არიან კონცენტრირებულნი. ეს ჩვენთვის არ მუშაობს. ვიცი, მოდით ინტერნეტში ჩვენი მკერდი ვანახოთ და იქნებ მოხუცებიც უფრო მეც ილაპარაკებენ ამაზე. სხვათა შორის იმუშავა კიდეც. ხალხმა მართლაც ილაპარაკა ამ ვიდეოზე, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ღაზას ხალხს გადაარჩინა, როგორც იმედოვნებდნენ. ყოველ შემთხვევაში, მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისთვის.